საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ეველინ ფარკასსა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილეს ტოდ ჩაპმას უმასპინძლა. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია საქართველოში ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება. მინდია ჯანელიძემ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მხარებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების საკითხებს. ასევე ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და ამერიკის შეერთებული შტატების როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში. დღეს შედგა საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც შეეხებოდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში. მოგეხსენებათ, ყოველწლიურად იმართება თავდაცვის სფეროში კონსულტაციები. ამ კონსულტაციების დროს განიხილება მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, ასევე იგეგმება ახალი ინიციატივები და ახალი ღონისძიებები ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოებში. მე მინდა ძალიან პოზიტიურად შევაფასო კონსულტაციები, რომელიც დღეს გაიმართა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ისევე როგორც ამერიკული მხარე, იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა გახდეს უფრო ნაყოფიერი, გახდეს უფრო მრავალმხრივი. ამ კუთხით იგეგმება უამრავი ღონისძიების განხორციელება, როგორც უახლოეს პერიოდში, ასევე მთელი წლის განმავლობაში.